თბილისის ახალქო სასამართლოში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდები დაკავებული 21 წლის მათე დევიძის საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო. დღეს მხარებმა შესავალი სიტყვებით თქვეს, მორგის ხდომა კი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს. წარდგენილი ბრალი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაცვის და ბრალდების მხარის მიერ წარმოთქმული იყო შესავალი სიტყვები, შემდეგი პროცესი გადაიდო 7 თებერვალს. ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პრიმა მუხლით, ეს არის პოლიციელებზე ძალადობა, თითქოს მათე დევიძემ 3 პოლიციელს მიაყენა ფიზიკური დაზიანებები. თავდაცვის მიზნით მოქმედებდა დიახ და პროვოცირებული იქნა პოლიციელების მიერ მისი ეს ქმედება. მათე დევიძის მიერ თავდასხმა გამოხატული იყო ჯოხის დარტყმაში. ამ შემთხვევაში ორ პოლიციას აღენიშნება დაზიანება, ერთ შემთხვევაში სახის მიდამოში, მეორე შემთხვევაში ექსპლუატაცია ხრის მიდამოში, მესამე პოლიციას არ აღენიშნებოდა დაზიანება. თუ სადმე რომელიმე პოლიციამ დანაშაული ჩაიდინა, ეს თითქოს და აძლევს მოქალაქეს იმის უფლებას, რომ თავს დაესხა სხვა პოლიციის თანამშრომლებს და ამას ეძახიან კონტექსტს და კონტექსტიდან გამომავალ, ასე ვთქვათ, აუცილებელ მოგერიებას, რაც არანაირად არ არის შემთხვევაში კანონთან, ეს არის შურისძიება, ეს არის თავდასხმა იქიდან გამომდინარე, რომ კონკრეტული პირი არის პოლიციის თანამშრომელი.